სტუდიაში მოვიწვევთ გიორგი ჩხეიძეს, ანტონ ჩეჩინის ადვოკატს, რომელსაც დღეს თავისი ფინალური სიტუაცია და საომშვიდობისა, მადლობა მობრძანებისთვის. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხა ჩვენ ჩამოვთვალეთ თქვენი სიტყვის ძირითადი აქცენტები, თუმცა რაც არის თქვენი ყველაზე ესეთი საკვანძო არგუმენტი, თუ შეიძლება რომ მაყურებლისთვის უფრო მეტად განმარტოთ. კი ბატონო, მოგახსენოთ, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასხარე წავდექით დასკვნითი სიტყვით და რეალურად დავადასტურეთ ის გარემოება, რომ საგამოძიებო ორგანოს, როგორც პირადი შრეკის მიმდინარეობისას, ასევე პირადი შრეკის დასრულების შემდგომ ობიექტურად ჰქონდა შესაძლებლობა მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულება საუბარი არის პირველ რიგში ვიდეო ჩანაწერზე და ასევე საუბარი არის ნეიტრალური პირის დასწრებაზე, რაც საგამოძიებო ორგანომ არ გააკეთა. არ გააკეთა გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ვერც ერთი ნეიტრალური მტკიცებულება, ვერც ერთი ვიდეო ჩანაწერი და ვერც ერთი ნეიტრალური პირი ვერ დაადასტურებდა ანტონ ჩეჩინის ჯიბიდან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ფაქტს. გამომდინარე აქედან მნიშვნელოვანი არის, რომ სასამართლომ გაიზიაროს ჩვენი პოზიცია, დაუხარეს პოზიცია, რომელმაც მათ შორის ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე დავადასტურეთ, რომ რეალურად ანტონ ჩეჩინს არანაირი შეხება არ ქონია უშუალოდ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ესე იგი, ვიდეოს არ არსებობა, როგორც მტკიცებულების იმ პირობებში, როდესაც დაკავების პროცესში და ეგრეთ წოდებული თითქოს და ამოღების პროცესში ყველა შეეძლო არაერთ ამომღებს ამ ნარკოტიკის გადაეღო ეს ვიდეო, ამის არ არსებობა თქვენთვის არის ერთ-ერთი მყარად დამადასტურებელი მოსამართლისთვის, რომ ეს საქმე არ არის მტკიცებულებით, მთავარი მტკიცებულებით გამყარებული, ხო? რითაც გავს პრინციპში ვიდეოს არარსებობის ნაწილში, როგორც აბრამოვის, ასევე ახობაძის საქმეს. ელით თუ არა, რომ პრეცედენტი გავრცელდება საქართველოს სასამართლოს შესაძლო არ არის პრეცედენტული, მაგრამ მაინც აი ამ კონკრეტულ პატიმრებთან მიმართებაში თითქოს და რაღაცა ეს პრეცედენტები იკვეთება 4 წელი და 6 თვე, 4 წელი და 6 თვე, ან სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლება, აი ჩადების ობიექტების. ამ შემთხვევაში გაქვთ თუ არა იმედი? ვიტყვი რომ იმედი მაქვს, თუმცა მოლოდინი არა. გარდა იმისა, რომ დაცუხარემ დავადასტურეთ, რომ საგამოძიებო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა ობიექტური რომ მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულება, ამავდროულად ჩვენ დავადასტურეთ ის გარემოებაც, მათ შორის ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომ რეალურად პირად-შრეკის ოქმში მითითებული დროები არის ხელოვნურად შექმნილი და რომ როდესაც დაიწყო ანტონ ჩეჩინის პირადი შრეკა, ამ მომენტში საგამოძიებო ორგანოს მიერ ფორმალურადაც კი არ იყო შექმნილი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, ანუ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. საუბარი არის ძალიან მარტივ რაღაცაზე. იმისთვის, რომ რეალურად საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს, მნიშვნელოვანი არის, რომ სახეზე იყოს პირველ რიგში პატაკი და ასევე პატაკის ავტორის გამოკითხვის ოქმი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც საუბარი არის უშუალოდ ვიდეო სამოთვალყურეო ჩანაწერზე, რომელიც ადასტურებს, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულას ეთერშიც არის გასული აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ჩემმა დასაწყისში ყოფნა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო დატოვა 09 საათზე 57 წუთს. და სწორედ ამ მომენტში ათავსებენ კონკრეტული პიროვნებები ანტონ ჩეჩინს ავტომობილში და შემდგომ იწყებენ პირად შრეკას. აი ეს ფაქტობრივი გარემოება, რომ ზუსტად 09 საათზე 57 წუთზე ხდება ეს ყველაფერი, პირდაპირ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ რეალურად ამ მომენტში გამოკითხვის ოქმის დროების გათვალისწინებით გამოკითხვა დაწყებულიც კი არ იყო არათუ დასრულებული. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის, რომ გამოკითხვა დასრულებული ყოფილიყო იმისთვის, რომ ჩატარებულიყო პირადი შრეკა, მაგრამ რეალურად გამოკითხვა არათუ დასრულებული, დაწყებულიც კი არ იყო, იმ მომენტში შეეწყო და ანტონ ჩეჩინის გადაადგილების თავისუფლება და იმ მომენტში დაიწყო მისი პირადი შრეკა. გასაგებია, ეს ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მე მგონი აუდიტორიისთვის ძალიან გასაგები. მოდით უფრო მეტი უთხრათ აუდიტორიას, ვინც არ იცის ანტონ ჩეჩინის შესახებ. ის არის რუსეთის მოქალაქე, არის კრიტიკულად განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ, მონაწილეობდა იქაც კონკრეტულ აქტივობებში. ოპოზიციურში, ასე ვთქვათ, კრიტიკული მოქალაქეა და საქართველოს ჩამოსვლის შემდეგაც უერთდებოდა კრიტიკული საზოგადოების აქციებს, ასეა, ხო? დიახ, მოგახსენებთ. ამიტომ გახდა თქვენი აზრით სამიზნე. ამიტომ ვქვია მასაც ინდისის თუ პოლიტიკური პატიმარი. დიახ, ანტონ ჩეჩინი რუსეთის ფედერაციაში დაიბადა და გაიზარდა.
იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საპროტესტო აქციებში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საპროტესტო აქციებში მას შემდეგ, რაც უკვე დაიწყო სისხლისმღვრელი ომი უკრაინაში რუსეთის მიერ და სწორედ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე იგი იძულებული გახდა რომ ჩამოსულიყო საქართველოში, თბილისში. მათ შორის ძალიან ისეთი საყურადღებო და ნიშანდობლივი რაღაც წინადადება მითხრა ანტონ ჩეჩინმა, როდესაც მას შევხვდი პირველად, მან მითხრა რომ რეალურად, როდესაც ჩამოვედი თბილისში, ვხედავდი თუ როგორ ემსგავსებოდა აქაური ხელისუფლება, როგორ ემსგავსებოდა აქაური სისტემა იმ სისტემას რეალურად საიდანაც იგი გამოიქცა. გამომდინარე აქედან მისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო სახლში დარჩენა და იგი მუდმივად იღებდა შემდგომ უკვე მონაწილეობას თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებშიც და განსაკუთრებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში და მათ შორის ჩემთან საუბარშიც და მეუღლესაც არაერთხელ მეუღლესთვისაც არაერთხელ უთქვამს რომ რეალურად დიახ მეუღლესთვის არაერთხელ უთქვამს რომ თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით თუ რეალურად საით მიდის ეს ყველაფერი. მან რეალურად იგი რეალურად ხედავდა ყველაფერს საქართველოში რაც უკვე მას ნანახი ჰქონდა რუსეთის ფედერაციაში და სწორედ ეს გახდა მისთვის ერთგვარი ბიძგი რომ დაეფიქსირებინა მისი პროტესტი რუსეთის შემდგომ უკვე საქართველოში. მან რასაც ვერ მიაღწია რუსეთის ფედერაციაში საუბარი არის თავისუფალ რუსეთზე მისი ერთგვარი მოტივი გახდა ეს ყველაფერი გახდა მისთვის ერთგვარი მოტივი რომ მისი ეს რო თქვა დამოკიდებულება მისი ამგვარი დამოკიდებულებით იგი დახმარებოდა ქართველებს საქართველოს მოქალაქეებს და სწორედ ამიტომ იღებდა მათ შორის თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას სადაც პირველ ჯერზე ის დააჯარიმეს რაც ესეთი საკმაოდ ხშირი არის თითქოს და სიტყვიერი შევარწყობისთვის, რომ თითქოს მან მიაყარა სიტყვიერი შევარწყობა რომელიმე პოლიციელს, რასაც ედებებიან რეალურად აქტივისტებს საქართველოში. ეს მოხდა ივნისში, 2024 წლის ივნისში, 2024 წლის 18 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე, რომელიც იმართებოდა მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე, ანტონ ჩეჩინი დააკავეს სრულიად უცნობმა პიროვნებებმა, გადაიყვანეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან და დაემუქრნენ მას პირდაპირ რომ შეეწყვიტა საპროტესტო აქციებზე სიარული, რაც ბუნებრივია, ხა ანტონისთვის ეს არ გამხდარა რაიმე სახის სამიზნე ობიექტი, ფოკუსში ყავდა ქართულ ეგრეთ წოდებულ დღევანდელ სასამართლო პროცესს ვახსენე რომ 2024 წლის 3 დეკემბერი, ანუ მისი დაკავება სისხლის სამართლებრივი წესით არის ერთგვარი გაგრძელება 18 ნოემბრის, იმიტომ რომ 18 ნოემბერს და ეს გარემოებაც მათ შორის ჩვენ დავადასტურეთ, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი 2024 წლის 18 ნოემბერს მართლაც რომ იყო დაკავებული, იმიტომ რომ 2024 წლის 18 ნოემბერს ის თავის მეუღლეს წერს ერთ-ერთი აპლიკაციის გამოყენების საშუალებით, რომ იგი დაკავებული იყო, პირველ რიგში წერს რომ იგი აქციაზე იმყოფებოდა, შემდგომ წერს რომ იგი დაკავებული იყო და იგი უგზავნის ზუსტად იმ ლოკაციას, სადაც მოხდა მისი გადაყვანა. საუბარი არის ზუსტად ამ პოლიციის შენობაზე. ამის შემდგომ მან მაინც გააგრძელა ბუნებრივია ეს არ გამხდარა რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოება იმისთვის რომ მას კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციებში, სამწუხაროდ 2024 წლის 3 დეკემბრამდე მის უკვე სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებამდე. აქ დღეს ნაკლები აქცენტი კეთდებოდა და მე არ ვესწრებოდი სხდომას, ამიტომ არ მომისმენია თქვენი სიტყვა სრულად, მაინც ამიტომ მინდა გკითხოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესში და ამის გათვალისწინება არც წინასწარი პატიმრობის მისჯის პროცესში მოხდა და არც შემდეგ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა და არის თუ არა ერთ-ერთი არგუმენტი თქვენი ფინალური სიტყვის. მოგახსენებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება ანტონ ჩეჩინი მუდმივად განიცდის თავის არეში ძლიერ ტკივილს და ასევე დადასტურებული არის რომ მას კისტოზური წარმონაქმნი აქვს თავის არეში. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბატონი ედიშერ მაღალაშვილი, ნეიროქირურგი, რომელმაც განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის უცნობია აღნიშნული წარმონაქმნი საერთოდ არის თუ არა კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი სიმსივნე და ბატონ ედიშერ მაღალაშვილმა განმარტა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას და ასევე საჭიროებს
იწევს ქირურგიულ ჩარევას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მხრიდან გაჟღერდა აღნიშნული გარემოებაც, თუმცა ჩვენთვის არ არის ამოსავალი წერტილი. ამოსავალი წერტილი ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასჯელზე საუბარი. ანუ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ანტონ ჩეჩის მიუზიენ 10 წელს თუ მიუზიენ 9 წელს და 6 თვეს. ჩვენთვის მთავარი და ერთადერთი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ უდანაშაულო ადამიანი, უდანაშაულო ანტონ ჩეჩინი უნდა იყოს თავისუფალი. მადლობა გიორგი ჩხეიძეს, ანტონ ჩეჩინის ადვოკატს, რომელიც დეტალურად გვიმარტავდა ამ კონკრეტული სინდისის პატიმრის საქმის დეტალებს. ნახოთ, როგორი იქნება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილება.